გინდა რომ ეს ვარჯიშები გააკეთო სისწორეში, მაშინ დაალაიქე, გამოიწერე ჩემი არხი და წამ. პირველი რაუნდის ვარჯიშები იყო გამახურებელი ვარჯიში, სადაც ორგანიზმი შეხურდება და იმზადება ვარჯიშისთვის. ეს არის საკმაოდ დატვირთული ვარჯიშები, ამიტომ გულსიზრდათა სისტემა საკმაოდ აქტიურ ფაზაში გადავა, გულის წნევა უფრო მაღალ დონეზე აიწევა და რაც შეეხება პირველი რაუნდის ვარჯიშებს. პირველი რაუნდის ვარჯიშები გათვლილი არის 30 წამის ვადაში. ყველა ვარჯიში, თითოეული ვარჯიში რაც დაინახეთ, უნდა გაკეთდეს 30 წამი. იმ შემთხვევაში თუ ძალიან მარტივი იყო, შეგვიძლია 30 წამიდან გადავიდეთ 45 წამამდე და მაქსიმუმ 1 წუთამდე. რაც შეეხება კონკრეტულ ვარჯიშის დროს რა უნდა უნდა გავითვალისწინოთ სუნთქვა. სადაც აფეთქებითი მოძრაობა ხდება, აუცილებლად პირით უნდა გამოვისუნთქოთ, სადაც შესვენების ფაზა არის, აუცილებლად ცხვირით ვისუნთქოთ. რაც შეეხება ბოქსზე აღტომა, რაც განვიხილეთ, რაც შეიძლება მსუბუქად უნდა ახვდეთ კონკრეტულ ბოქსზე და ჩამოსვლისას აუცილებლად ჩამოვიდეთ და არა ჩამოხვდეთ. რაც შეეხება მეორე რაუნდის ვარჯიშებს, უკვე იწყება კუნთური მუშაობები, რომელიც უფრო რთული ვარჯიშები არის. აქ უკვე არა დრო, არამედ რაოდენობები არის გადამწყვეტი. ვაკეთებთ 12-15 რაოდენობის გამეორებებს. რაც შეეხება პირველი ვარჯიში, რაც დავინახეთ, ეს არის ზურგის ვარჯიში, ხელები გავჭიმეთ წინ, თავი დაბლა იყურება, ჩამოვიტანეთ, შევკარით ზურგი, გავშალეთ ზევით. ჩამოვიტანეთ, შევკარით ზურგი, გავშალეთ ზევით. შემოვიტანეთ, შევკარით, გავშალეთ, შემოვიტანეთ, შევკარით, გავშალეთ. შემდეგი ვარიაცია იყო ჩაჯდომა და წონის ზემოთ აჭიმა, რომელიც დატვირთავს როგორც ფეხის კუნთებს, ასევე მხრის კუნთს. ასევე მთელი სხეული ჩართული არის და საკმაოდ ეფექტური ვარჯიში არის. იმ შემთხვევაში, თუ სახლის პირობებში არ გაქვთ განკუთვნილი ჰანტელები, შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის ბოთლები, რომელიც შეგიძლიათ წონების მიხედვით გაზარდოთ. იქნება ეს 3 ლიტრიანი, 5 ლიტრიანი თუ 2 ლიტრიანი თუ 1 ლიტრიანი. არაფერი არ არის შეუძლებელი, თუ ვერ ახერხებთ დარბაზში სიარულს, ძალიან მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში მსგავსი ვარჯიშები გააკეთოთ. შემდეგი, ამ კონკრეტულ ვარჯიშსაც შეეხება რომინული წიაგა, რომინული დედლიფტი, რაც შეიძლება ახლოს არის ფეხებთან წონები, ან ჩვენი ბოთლები. ჩავედით, გადავწელეთ საჯდომი მაღლა იყურება, ამოვედით, ჩავედით. ქალბატონების შემთხვევაში შეგვიძლია საჯდომი შიგნით შევკრათ. ჩავედით, ამოვედით. ქუსლზე გვაქვს დატვირთვა აუცილებლად. ეს კონკრეტული არის ზურგის ჰორიზონტალური მუშაობა, რომელიც ჩვენს უგანიერესის კუნთს დაგვიტვირთავს. აქაც ანალოგიურად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ბოთლი წონისთვის. ხელი რაც შეიძლება ახლოს შემოდის სხეულთან, იდაყვი. რაც შეიძლება ახლოს არის სხეულთან და ამაზე მაღლა უკვე აღარ გადის, რომ კომფორტულად იყოს და კუნთი კარგად დაიტვირთოს. ნახეთ, წელი რადგან ჩაგდებული მაქვს, ჩემი ხერხემალი სწორად იყურება, ამიტომ გირჩევთ თქვენც, რომ ანალოგიურად გააკეთოთ. ან შეგიძლიათ დივანს ან ნებისმიერ რბილ საგანს მივადოთ თავი, დავაფიქსიროთ, სხეული დაფიქსირებული არის და მთლიანი აქცენტი მოდის უკვე ზურგის კუნთზე. ეს კონკრეტული ვარჯიშები დასაწყისისთვის და შემდგომ შეგვიძლია უფრო გავართულოთ ვარჯიშები. ეს კონკრეტული ვარჯიშები არის ფუნქციონალური ვარჯიშები, სადაც მთელი ორგანიზმი ჩართული არის და ყველა კუნთი ჩართული არის. შესაბამისად, ეს ვარჯიშები არის როგორც გამძლეობისთვის, ენერგიისთვის, ძალისთვის, ასევე ცხიმის წვისთვის. მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთი ფაქტორი. ცხიმის წვა ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გექნებათ კალორიული დეფიციტი. ამიტომ თქვენს კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გინდათ, რომ ეს ვარჯიშები ეფექტური იყოს თქვენთვის, მაშინ აუცილებელია იცოდეთ დღის განმავლობაში რამდენ კალორიას იღებთ. და თუ არ იცი, რამდენი კალორია უნდა მიიღო დღის განმავლობაში, მომწერე პირადში და მე აუცილებლად დაგეხმარები. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე, გააქტიურე ზარის ღილაკი, გამოიწერე ჩემი არხი და შევხვდებით მომავალში. წინ ძალიან ბევრი კარგი ვიდეო გელოდებათ და ძალიან მაგარი ჩელენჯები. არივედერჩი.